ნიჩბოსანი ლაშა ხიზანიშვილი. არ ვჯარ ვარ ნავში. მთელი ოჯახი ხართ ნიჩბოსანი. მთელი ოჯახი ვარ ნიჩბოსანი. შენი პრინციპი არის რომ კლავზე საქართველოს დროშა დარჩის. კი. რამე თემა თუ არის, რაზეც არ გინდა რომ ვისაუბროთ. არა. ხო ხარ ღირსი პოლიტიკაზე კითხო ეხა. საქართველოს დაკარგული შვილი ხარ? დაგვირეკეს და გითხეს ამერიკაში მივდივარ. სიმართლე გითხრა ამერიკა მეგონა ინგლისის გვერდით იყო. ტრამპმა ბრილიანტები შენთან იყიდა? 1,5 მილიონი ბეჭედი იყიდა. დაგვაწყებინა მშენებლობაზე მუშაობა. მცხეთიდან ფოთში დადიოდი სავარჯიშო? კი, ძალიან ხშირად. შრომის მოყვარე და ნიჭიერი სპორტსმენი ხარ თუ შრომის მოყვარე და უნიჭო? წყალს და კოკაკოლას ერთი ფასი რახან ქონდა. ლოდი კოკაკოლას. ნიჩბოსნობაში გამარჯვებული ადამიანი საუკეთესო ნიჩაბია? ბაბუის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოჭრა ვილიო. დღესაც მახსოვს ის 18 წლის წინანდელი წენა. სამშობლო მხოლოდ ერთია. სამშობლო ერთი მაქვს და კი დაბრუნებას დიდი სურვილი მაქვს. ამერიკაში ცხოვრების განმავლობაში უფრო მეტი მეგობარი დაკარგეთ თუ შეიძინე? ნიჩბის მოსმას რა მუღამი აქვს? მაგარი ადრენალინი აქვს. 100 წლის მერე რომ დაიღუპები და ნიჩაბს რომ მოუსვამენ, მიწის დასაყრელად სანამ დამარხავენ, მინდა რომ გამაკატავო წყალს. სპორტის იქით ცხოვრებაში ყველაზე მაგრად რაში გაიმარჯვე? ჯიბეში უნდა ჩაგიყო ხელი და კითხო, რამდენი დოლარი გედო, როდესაც ჩამოხვედი ამერიკაში. ეს ამერიკული ოცნებაა ხოლმე თუ ლაშა ხიზანიშვილური? სპორტი და განათლება. ცხოვრებაში გვიანი რა არის? მანქანაში ქართულ სიმღერებს უსმენ თუ გინებით რა ენაზე იგინები? საქართველოში ყველაზე ხშირად კონტაქტზე ვისთან ხარ? აღზრდის მეთოდებით რით განსხვავდება ქართველი და ამერიკელი მშობლები ერთმანეთისგან? როგორც სპორტსმენი სიმბოლოებს თუ აქცევ ყურადღებას? წარუმატებელი რაში ხარ, აი რაში მოიკოჭლებ? ინტრიგები თუ არის შენ სპორტში, ფეხის დადებები? ადამიანს რომ გაიცნობ, შენი გაცნობა რატომ უნდა უხაროდეს? რეალისტი იყავი რა, რეალურად მიპასუხეთ. ცოცხი ბავშვი გიწალია, გაგიზრდია და იყვნენ სამშობლოში. ჩემი მაყურებელი შენზე რა სიტყვის, როგორი სტუმარი ყავდაო? ოჯახი გულწრფელი უნდა იყო, ხო იცი? გუეჭოლი ქართველი ლაშა ხიზანიშვილი.